გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა ბანკის სისხეობის მკვიდრი სირიაში კონფლიქტისას. ის ბანკის სისხეობიდან მეამბოხეების მხარდასაჭერად იყო წასული და ჩვენი ინფორმაციით სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი და პირველი შემთხვევა. უკვე 8 პირი არის ბანკის სისხეობიდან წასული გარდაცვლილი სირიის კონფლიქტში, ხოლო 50-მდე პირი რჩება სირიაში და იღებს მონაწილეობას იქ ამბოხებაში. სამწუხაროდ ამან უკვე მიიღო ერთგვარი ტენდენციის სახე, როდესაც საქართველოსთან ეგრეთ წოდებული ბოევიკები მიდიან სირიაში საომრად და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად ინდიფერენტული ამ პროცესის მიმართ. მე არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში და ალბათ არც თქვენ არ გინახავთ, რომელიმე სახელმწიფო უწყებას გამოეხატოს პოზიციები ამ პროცესის მიმართ. ჩვენ დღევანდელი მიმართვაც ხელისუფლების მიმართ შეეხება სწორედ ამას. პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ მიმართოთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მისცენ საზოგადოებას განმარტებები თუ მიმდინარეობს საერთოდ გამოძიება საქართველოში არსებული ვაჰაბისტური ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ეს გამოძიება და საერთოდ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო ამ ცენტრების საქმიანობაზე. ასევე ჩვენ გვინდა მივიღოთ პასუხი კონდაზვერვის სამსახურისგანაც, როგორც იცით, ხესმოქმედი კანონით სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოქალაქე შეუზღუდოს ქვეყნის დატოვების ტერიტორიის უფლება, თუკი საქმე შეეხება საერთაშორისო ტერორიზმს და ასე შემდეგ, რაც ხდება პრინციპში კიდეც სირიაში, მაგრამ რატომღაც სირიელ მეამბოხეებს სახელმწიფო ამ უფლებას არ უზღუდავს. ჩვენ გვაინტერესებს კონდაზვერვის სამსახურისგან მივიღოთ პასუხი, რა გზებით ახერხებენ ეს ადამიანები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას და ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის გავლით სირიაში მოხვედრას და თუ საერთოდ ყოფილა შემთხვევა, რომ ამგვარი სურვილის მქონე ადამიანები საზღვარზე გაეჩერებინოს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ამ თემებზე არის მართლაც ლეგიტიმური შეშფოთება და სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ამ პროცესის მიმართ ინდიფერენტული. ეს არის კითხვები, რაც ჩვენ დღეს გვინდოდა დაგვესვა და ველოდებით პასუხებს სახელმწიფო უწყებებისგან. საქართველოს კანონმდებლობა უშვებს სწორედ ამ შეზღუდვას. იცით თქვენ რომ ეს კანონი თორსები 2013 წელს იქნა მიღებული, როდესაც სახელმწიფოს აქვს უფლება პირ შეუზღუდოს ქვეყნის დატოვების, ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის უფლება, თუკი საქმე შეეხება საერთაშორისო კონფლიქტებს, ტერორიზმს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მით უმეტეს, როდესაც საქართველოს არანაირად არ არის ახლა სირიაში მიმდინარე მოვლენებში მხარე და ჩვენ ქვეყანა არანაირად არ არის ჩართული ამ პროცესში, როცა ჩვენი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას კონფლიქტში, არ შეიძლება რომ სახელმწიფო ამ პროცესის მიმართ იყოს ინდიფერენტული. რაიმე განმარტებები მაინც უნდა გაკეთდეს. ან ის თქვა რომ ხარს უჭერენ და ხელს უწყობენ პირიქით გასვლაში, ან თქვა რა ღონისძიებებს იღებენ რომ ეს არ ხდებოდეს. თქვენი აზრით ეს არის უყურადღებობის მიზეზი თუ გამგებართდება? ვერ გეტყვით, ეხლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინახავს რომ როდესაც სახელმწიფოს ქონია რაიმე თემის მიმართ დაინტერესება, არ გაჭირვებია არ ღონისძიებების მიღება. ეხლა მე ვერ გეტყვით ეს უყურადღებობის ბრალი, შეუძლებელია უყურადღებობის ბრალი იყოს ის რომ უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე იქ იმყოფება, ეს მხოლოდ ბანკის სისხეობის მკვიდრებზე არის საუბარი. სხვა რეგიონებიდან წასულებზე ჩვენ არ აგვაქვს არანაირი ინფორმაცია. სხვათა შორის ეს ინფორმაციაც რომ ამდენი ადამიანი არის ბანკისიდან წასული, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია, თორე სახელმწიფო უწყებები საერთოდ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და არ გვაწვდიან ამ თემას. ადგილობრივი მოსახლეობა ახსენეთ კონტაქტი და თუ იცით მათი განწყობა ზოგადად უჭერენ მხარს ამ წასვლას, შეიძლება ერთგულების სურვილია და მოსახლეობის განწყობა სხვანაირად. ნუ ფაქტია რომ ეს ადამიანები რომლებიც მიდიან იქ საომრად ჩვენი ინფორმაციით არ არიან დაქირავებული მებრძოლები, ისინი არიან მოხალისეები, რომლებსაც გარკვეული რელიგიური თუ სხვა სახის შეხედულებების გამო სურთ ამ პროცესებში მონაწილეობა. ის ადამიანები, რომლებიც ახლა დღემდე რჩებიან ბანკის სისხეობაში, თავისთავად ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არ არიან ასე განწყობილი. აქედან გამომდინარე, საერთოდ დღეობაში რამდენადაც მე ვიცი, არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. და ამასთან დაკავშირებითაც ალბათ კითხვები უნდა გასცეს სახელმწიფომ და არა თენგიზომანიძემ ან ვინმე სხვა. თუ ფიქრობთ, რომ თავისთავად ცხადია, ხა ჩვენ ვიცით.
რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ კარგად ვიცით იქ როგორ ძალებს შორის ხდება ხო დაპირისპირება, ეს არ არის რაღაც რეგულარული არმია რომელიმე ქვეყნის, ეს არის დაჯგუფებები, ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც არიან, რომელთა ასე ვთქვათ, მენტალიტეტთან დაკავშირებით გვაქვს ასე თუ ისე წარმოდგენა. ბუნებრივია ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანა ეხმარება ერთ მხარეს, სავარაუდოა, რომ მეორე მხარისგან ჩვენ მივიღებთ ძალიან მწვავე რეაქციებს. ეს საფრთხეებიც რა თქმა უნდა არსებობს და ეს საფრთხეები უნდა კონდეს გაანალიზებული ხელისუფლებას. არა, ჩვენ ოფიციალური შეკითხვებს ვაგზავნით რასაკვირველია ამ უწყებებში, ახლა ჩვენ სხვა გზები ამ შემთხვევაში არ გვაქვს. მედია არის ერთ-ერთი გზა, რითიც გვინდა რომ მემართო და არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოებასაც, რომ საზოგადოების ინტერესი გავაღვივოთ ამ პროცესების მიმართ და რა თქმა უნდა, უწყებებს მიმართავთ ოფიციალურად, გამოვითხოვთ ინფორმაციას და იმედი გვაქვს, რომ ამ ინფორმაციას მივიღებთ.